აი, რა შვება ადამიანი, როდესაც ადგილდება წელი ან კისერი მაგალითად. მიდის ექიმთან. არ მიდის ექიმთან, მიდის აფთიაქში და ყიდულობს წამალს, რომელიც მას ურჩია მეზობელმა, მეგობარმა ან ნათესავმა. გაიკეთებს რამოდენიმე ნემს, გაუვლის ტკივილი და აგრძელებს მშვიდად ცხოვრებას. 2-3 თვეში ისევ ბრუნდება ტკივილი, უფრო ძლიერი და რა შვება ამ დროს? მიდის ექიმთან. არც ახლა არ მიდის ექიმთან, იმიტომ რომ იმ პრეპარატმა უშველა, მიდის ისევ ყიდულობს იმ პრეპარატს, ისევ იკეთებს, ისევ გაუყუჩდა ტკივილი და ისევ აგრძელებს მშვიდად ცხოვრებას. დაახლოებით 3 თვეში იგივე ტკივილი დაბრუნდა, უფრო ძლიერი. რა შვება ამ დროს? მიდის ექიმთან. კი, ამ შემთხვევაში ნამდვილად მიდის ექიმთან, იმიტომ რომ იმ პრეპარატმა აღარ უშველა, რომელიც ისევ იყიდა აფთიაქში, აღარ გაუყუჩა ტკივილი და იძულებული გახდა, რომ წასულიყო ექიმთან. ექიმი ამ შემთხვევაში აკეთებიებს გამოკვლევას და აღმოჩნდება, რომ პროცესი უკვე იმდენად შორს არის წასული, რომ მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია. კისრის და წელის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში სასურველია გადაიღოთ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.